შევეცდებით უფრო მეტი კითხვა დავსვათ ამ ცვლილებების ავტორთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე შემოგვერთა ქართული ოცნებიდან საღამოშტობის საბჭო არჩილ მადლობა დიდი მონაწილეობისთვის არ ვიცი უსმენდით თუ არა თქვენს ოპონენტს მაგრამ მიუხედავად ამისა მე მინდა მაინც გავყვეთ ამ ცვლილებებს კანონში რომელსაც სხვადასხვაგვარად იგებს სხვადასხვაგვარად აფასებს ყველა და რეალურად რა იწერება კანონში და რა მივიღებთ ამით ეს მინდა თქვენთან ერთად გავარკვიო. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. დიახ, უსმენდი ჩემს წინა გამოსვლას და კიდევ ვისურვებდი მე ერთი კონკრეტული ადამიანი რომ რაც შეიძლება თითქოს და რაც შეიძლება ბევრი ეთერი დაერთმოს გახარიელებს. რაც უფრო მეტი ეთერი დაერთმებათ, უფრო მეტ მარგალიტს მოვისმენთ მათგან და მხოლოდ განცხადებას პოპულისტურ განცხადებას მაგალითად გუშინდელმა და დღევანდელმა პლენარულმა სტომებმა ორი რამ დატოვა გახარიელების ნათქვამი ფრთიანი ფრაზა. გუშინ მაგალითად ერთ-ერთმა ქალბატონმა აკარაძემ თუცურად მახსოვს მისი გვარი განაცხადა რომ თურმე ჩორჩანა და მილიონ კვადრატულზე მეტი დაკარგვა საქართველოს ტერიტორიისა ეს არის გახარიას გუნდის და დაჯგუფების სავიზიტო ბარათი. დღეს მაგალითად ქალბატონის სოფო ხორგოვანისგან მოვისმინეთ რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პროკურატურა ყოფილა სასამართლო სისტემის შემადგენელი ნაწილი. ადამიანებს არ ესმის რომ რაც 20 წელია უკვე აღარ წერია საქართველოს კონსტიტუციაში და 2018 წლიდან განცხადება იყო. არავითარი პოლიტიკური განცხადება 4 ჯერ ჩავეძიე, 4 ჯერ ვკითხე და პირიქით ამბობდა არგუმენტს რომ დიახ ეს ასეა რომ სასამართლოს შემადგენელი ნაწილია საქართველოს პროკურატურაო და ეს კანონმდებლობით ასე არის განსაზღვრულიო. უბრალოდ ამ მოცემულობების ფონზე კონტრარგუმენტს უბრალოდ ვერ მოიფიქრებ. როდესაც შეიძლება იგივე არგუმენტია რომ ვიღაცამ თქვას რომ მზე ამოდის მაგალითად დასავლეთიდან. როგორ შეიძლება ამის კონტრარგუმენტი მოიფიქრო? ხო, როდესაც ასეთ არგუმენტს დადებს ადამიანი, უბრალოდ კამაცას თავი უნდა დაანებო და ხედავთ რომ ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა გვაქვს კომპეტენციის თვალსაზრისით და ახლაც რასაც ვისმენდით, იყო მხოლოდ ესე ზედაპირული განცხადებები, არავითარი ერთი არგუმენტიც კი. ეხლა შეიძლება თითოეულს გავყვეთ. მოდი დავიწყოთ ბიზნესით, რასაც ყველაზე მეტი შეკითხვა მოხვა და პირველ რიგში იქნებ მითხრათ როგორ განისაზღვრება რა არის საჯარო პოლიტიკური აქტივობა ბიზნესისთვის და ვინ განსაზღვრავს ამას რადგან ბევრი შფოთავს თქვენი მოწინააღმდეგეები ასე ვთქვათ რომ ამით ბიზნესის თავისუფლებაც შეიზღუდება. მოდით მივყვეთ. წარმოვიდგინოთ რომ არის საარჩევნო პერიოდი და რომელიმე ბიზნესი გამოდის და საჯაროდ იურიდიულ პირზე ამ შემთხვევაში საუბარი და არა კერძოზე. რა თქმა უნდა, კერძო პირი იმ მეწარმეა, იმ მეწარმეზე რა თქმა უნდა არაფერი ახალი რეგულაცია არ ვრცელდება. აქ საუბარი არის მეწარმე იურიდიულ პირზე, შავი თეთრზე ჩანაწერი, მიუხედავად ამისა, ბევრი ტყუილი ნახეთ, რომ იმ მეწარმეებსაც თურმე რაიმე ეზღუდება. წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ არის საარჩევნო პერიოდი და რომელიმე კომპანია, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხალხო მოგიწოდებთ, რომ ქართულ ოცნებას დაუჭიროთ მხარი. როგორ დაკვალიფიცირდება ეს მოცემულობა, ხო? ეს იქნება უკანონო შემოწირულობა ქართული ოცნებისათვის. რაც კანონმდებლობით ახლაც აკრძალულია, იმიტომ რომ იურიდიული პირისგან არ უნდა მიიღო რაიმე სარგებელი საარჩევნო პერიოდში. ამავდროულად, მოქმედი კანონის მიხედვით, არ შეიძლება რომ იურიდიულმა პირმა დააფინანსოს კონკრეტული პარტია. რატომ არ უნდა დააფინანსოს ისევ და ისევ, ესეც საერთაშორისო რეკომენდაცია იყო, რომელსაც სრულად ვიზიარებთ, იმიტომ რომ სწორი და მართებული. ეს ასეც არის ჩვენ. და რატომ? და ბევრ სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში არის მოდელები, რომ მაგალითად ფიზიკურ პირსაც შეუძლია, რომ მილიონობით დოლარი, ევრო გადაიხადოს კონკრეტული კომპანიის დასაფინანსებლად. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არის იურიდიული პირის მიერ პარტიის დაფინანსება აკრძალული მარტო მიზეზიდან გამომდინარე. რომ როდესაც ბიზნესის ფული ხვდება პოლიტიკურ პარტიაში, პოლიტიკური პარტია ატარებს ბიზნესის ინტერესს და ბიზნესი უნდა იყოს ცალსახად გამიჯნული პოლიტიკური საქმიანობისგან. ბიზნესმა უნდა აკეთოს ბიზნესი, ხოლო პოლიტიკურმა პარტიამ შესაბამისი პოლიტიკა. ზუსტად იგივე პრინციპის გათვალისწინებით შემოგვაქვს ცვლილება, რომელიც ამბობს, რომ თუ მეწარმე იურიდიული პირი
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პოლიტიკური აქტივობა მის საკუთარ საქმიანობას ეხება, მაგალითად გამოდის და საუბრობს, რომ კონკრეტული გადასახადი უნდა იყოს შემცირებული, ან მაგალითად კონკრეტული რეგულაცია აქციაში მონაწილეობს. კონკრეტული რეგულაცია მაგალითად მასთან, რომელიც მის ბიზნეს საქმიანობას ეხება, უნდა შეიცვალოს, ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ თავისუფალი იქნება. მაგრამ როდესაც ბიზნესი გამოდის და მაგალითად საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, იმისათვის რომ საბოლოო ჯამში შეიცვალოს, ჩამოყალიბდეს ან განხორციელდეს რაიმე პოლიტიკა, პოლიტიკური აქტი, ვამბობთ რომ თუ ეს დაუშვებელია, ისევ იმ ლოგიკის გაგრძელებით, რომ თუ პარტიის დაფინანსება არის აკრძალული იურიდიული პირის მიერ, იმიტომ რომ მარტიამ არ უნდა გაატაროს იურიდიული პირის ინტერესი, მეწარმე იურიდიული პირის ინტერესი, მაშინ როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ მეწარმე იურიდიულ პირს შეუძლია პოლიტიკური აქტივობა. ეს ორი ხო ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი ლოგიკაა, ხო? მაგრამ ჩემი წინამორბედი მაგალითად როგორც ახლა, ისე გუშინაც თელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა აბსოლუტურად საპირისპიროს, რომ კი იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს აკრძალული პარტიის დაფინანსება, იმიტომ რომ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება ბიზნესს, მაგრამ თვითონ ბიზნესმა პოლიტიკური აქტივობით უნდა დაკავდეს. ხო, მაგრამ ბედნარჩა, რას ნიშნავს ბიზნესი გამოდის? აი მე ვარ დამფუძნებელი ან რა ვიცი, ხელმძღვანელი, ან მფლობელი რაღაც კომპანიის და მე ჩემი პირადი შეხედულება მაქვს, მაგრამ ეს რატო გადადის ჩემს კომპანიაზე? არც არაფერი არ გადადის. საქმე არ გადადის. ანუ ეს მინდა რომ დავასუსტო. მე თუ კერძო პირი ვარ დამფუძნებელი, მაგრამ კერძო პირი ვაკეთებ განცხადებას, ეს არ ეხება არაფერს, ეს არ მეგრძალება. მაგრამ თუ კომპანიის სახელით ვაკეთებ, ან რაღაც კომპანიის page-ზე ვდებ ამ განცხადებას, აი ამ დონეზე მინდა რომ რაღაც დეტალები მარტივი ენით რომ ვთქვათ. რაც კი სამოქალაქო კოდექსი არსებობს საქართველოში, რაც კი მეწარმეთა შესახებ კანონი არსებობს და მოდით ერთ წამით დავანებოთ სამართალს ყველასთვის სკოლაშიც კი ისწავლება ზოგადი ცოდნის გაღრმავების და მიღების კუთხით, რომ არსებობს ფიზიკური პირი, ცალკე, როგორც სუბიექტი და არსებობს იურიდიული პირი, როგორც ცალკე სუბიექტი. იურიდიულ პირს თავისი პასუხისმგებლობები აქვს, ფიზიკურ პირს თავისი სხვა პასუხისმგებლობები აქვს. ისევე როგორც მაგალითად კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, ანუ იურიდიულ პირს არ აქვს შესაძლებლობა რომ პარტია დააფინანსოს, მაგრამ ის დამფუძნებელს, რომელსაც დივიდენდის სახით, მოგების სახით შესაძლებელია რომ თანხა ჰქონდეს მიღებული და ეს მისი საკუთრება არის უკვე და არა მეწარმე იურიდიული პირისა, მას შეუძლია დააფინანსოს ნებისმიერი პარტია, შემოწირულობა განახორციელოს, მიუხედავად იმისა, ვინ მოსწონს, ვინ არ მოსწონს, თუ ასე შემდეგ და რა კომპანიას წარმოადგენს, უბრალოდ მაგრამ ის არ შეუძლია კომპანიის სახით. ვერ ჩარისხავს. დიახ, კომპანიის სახით ვერ გააკეთებს. იგივე მოცემულობა ამ შემთხვევაშიც და იქნება ამ შემთხვევაშიც, რომ არავითარი განსხვავებული ლოგიკა აქ არ მოქმედებს. ფიზიკურ პირს, ანუ დამფუძნებელს იქნება იურიდიული პირისას, მის დირექტორს, თუ ნებისმიერ თანამშრომელს თავისუფლად, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული მისი უფლება და ჰქონდეს საკუთარი აზრი, გამოხატოს თავისი აზრი კანონით დათვალისწინებული წესით, ანუ სხვისი უფლებები რომ არ შელახოს ისე და არ შეურაცხყოფოს სხვაც, მაგალითად და ბევრი სხვა შემთხვევა, ან თუნდაც რა ვიცი მოწოდება არ გააკეთოს მაგალითად ხელისუფლების დამხობისკენ, ეს დანაშაულია დიდი ხანია უკვე სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვრულია, რაც კი არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში 99 წლიდან. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა პირი გააკეთებს თავისუფლად, მაგრამ იურიდიული პირის სახელით პოლიტიკურ აქტივობაში, პოლიტიკურ საქმიანობაში ვერ ჩაერთვება. ისევე როგორც მაგალითად გახარიელებს ერთი მარტივი სიტყვა არა ვერ გავაგებინე 2 დღის განმავლობაში. როდესაც ემიგრანტი და თან აქ კამპანიური ხასიათია. უნდა გადავიდე. კი, მაგაზე გითხავთ, მოდით. ხო, ბიზნესი გავიგებ. მარტივი ამბავია. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით ინდივიდუალურებიც არ შედის კონკრეტული პირები. გრანტად შეიძლება ჩაითვალოს ფული მომსახურება, ცოდნისა და ექსპერტიზის გაზიარება. ხო არის ასეთი ჩანაწერი და სწორედ ამაზე თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ნიშნავს, რომ ემიგრანტი, რომელიც ოჯახს ურიცხავს თანხას, შესაძლოა აი ამ რაღაც კანონის მოქმედების ქვეშ აღმოჩნდეს. როგორ ვიცი პასუხი რომ იტყვით რომ არა, მაგრამ ამიტომ აქვს კითხვა. როგორ განისაზღვრება მაგალითად უცხოეთიდან რიცხავს ადამიანი თანხას და მე ეს თანხა არ ვიცი რაღაცა მოვახმარე, რაღაც აქციის იმას, რაღაც პოლიტიკურ აქტივობას, ხო ეს მე ჩემი ჯიბის თანხა, მაგრამ როგორ განისაზღვრება მე ჩემი პირადი თანხა მოვახმარე თუ უცხოეთიდან მიღებული, ანუ როგორ დაადგენს, ვინ დაადგენს და ამის კონტროლი როგორ მოხდება? რომ დავწუნდეთ რომ ემიგრანტების დაბოლიწყო ფულს არ შეეხება. მარტივი მაგალითებით რომ ვუყოთ. და რომელიმე დანაშაული რომ ავიღოთ, მაგალითად რა ვიცი, ყაჩაღი.
აჩაღობისთვის ადამიანი იყენებს მაგალითისათვის, რა ვიცი, ცეცხლსასროლ იარაღს. ემიგრანტმა მივიდეთ მაგამდე. უცხოეთიდან ოჯახის წევრმა ჩაურიცხა თავის ოჯახის წევრს თანხა საყოფაცხოვრებო მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ამ ადამიანმა ჩარიცხული თანხით, ისე რომ არაფერი არ იცოდა ემიგრანტმა, შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და მე ეს ყველაფერი გამოიყენა დანაშაულის ჩასადენად. ემიგრანტის პასუხისმგებლობა დგება თუ არ დგება? რა თქმა უნდა, ხალხსახა პასუხი რომ არა. ვერანაირად ვერ დადგება. იმას უსვა მიზნით გადმორიცხა. ეხლა ზუსტად თუმცა რა მიზნით გადმორიცხა, ამასაც ვინ ადგენს? ზუსტად, ეხლა გადმოვიდეთ უკვე. ეხლა უკვე გადმოვიდეთ გრანტების შემთხვევაში. ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და წერტილი. რა ითვლება გრანტად? უცხოელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოში ჩარიცხული თანხა, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაზე ან საზოგადოების ნაწილზე ზეგავლენის მოხდენა, რომელიც თავის მხრივ მიმართულია ხელისუფლების პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, შესვლისკენ ან განხორციელებისკენ. ეს მესმის, ბატონო, ბოდიში და ერთ როდესაც ემიგრანტი თავის ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნით ურიცხავს თანხას, რა თქმა უნდა, აქ თანხას არ ურიცხავს იმისათვის, რომ პოლიტიკურ საქმიანობით დაკავდეს. ანუ ზეგავლენა მოახდინოს მან საზოგადოებაზე, რომელიც პოლიტიკის შესვლისკენ იქნება. მაინც შეგაწყვეტინოთ. აი, ვინ იცის, ანუ მიზნობრიობა თანხის ხო არ იწერება გადმორიცხვისას. ეხლა მივიდეთ იქამდე. რა მიზნით რიცხავს ის ადამიანი, ვინ იცის? ეხლა მივიდეთ. წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ დადგენილი ფაქტია, რომ კონკრეტულ მაგალითად ფიზიკურ პირებს უცხოეთიდან თანხა ჩაერიცხათ და ასევე დადგენილი არის შესაბამისი მტკიცებულებებით, ხო? იქნება ეს ვიდეო მტკიცებულებები, სხვა მოწმეთა ჩვენებები თუ ასე შემდეგ, ბევრი მტკიცებულები დადასტურებულია, რომ უცხოეთიდან თანხა ჩაერიცხა და პირდაპირ მითითებაა, რომ ამ თანხებით იყიდეთ პიროტექნიკა, შეიძინეთ დადგენილი ფაქტია, რომ შეიძინეთ მასალები, რომელთაც შესაძლებელია დამზადეს და დაამზადებთ მოლოტოვის კოქტეილს და ესვრით პოლიციელს. მარტივად ვთქვათ. ასეთ შემთხვევაში თუ მტკიცებულებები არსებობს, ეს ქმედება უნდა იყოს თუ არა შესაბამისი პასუხისმგებლობის დამდგენი. მტკიცებულებები არსებობს კი უბრალოდ ამას ვკითხულობ, რომ ამის კონტროლი როგორ მოხდება. ეხლა ისევ წავიდეთ, ისევ არსებული მაგალითი. ეს გამოძიება უნდა დაიწყოს, რომ მტკიცებულები მოიპოვა და რა საფუძველზე იწყება გამოძიება, როცა მე ოჯახის წევრი მირიცხავს თანხას პირობით. მაგალითად, როდესაც ხდება კვლელობა, ადამიანი დაიკარგა უგზო-უკლოდ, ხო? იწყება შესაბამისი გამოძიება, მაგალითად არსებობს ყველას ვისურვებდი რა თქმა უნდა ასეთი დანაშაული საერთოდ დანაშაულები არ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილსამართლოს კოდექსი არსებობს და მთელ რიგ შემთხვევაში მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული, დანაშაული მაინც ხდება. მაგალითად თუ არის ადამიანის კვლელობა, მომხდარი, ვიცით რომ არის დადასტურებული ფაქტია, რომ ადამიანი აღარ არის ცოცხალი, ცეცხლსასროლი იარაღით არის დასრული, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულები იმის დასადასტურებლად, რომ კონკრეტული ადამიანი არის პასუხისმგებელი ადამიანის კვლელობისთვის. რა შედეგი დადგება? არც არაფერი არ დადგება სამწუხაროდ, იმიტომ რომ მტკიცებულების მაღალი სტანდარტი არსებობს და ვერც ვერავინ ვერ მიეცემა პასუხისმგებაში. მაგრამ ნებისმიერი სხვა დანაშაული ავიღოთ, მაგალითად, რა ვიცი, თაღლითობა ავიღოთ, ან რა ვიცი, საყოფაცხოვრებო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. თუ არსებობს ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შესახებ, რა თქმა უნდა, და ეს არის სარწმუნო შესაბამისი სტანდარტის დაცვით, საგამოძიებო სამსახურები გამოძიებას იწყებენ. შემდეგ შესაძლებელია რომ არ იყოს საკმარისი მტკიცებულებები და შეწყდეს სისხლის გამოძიების შემდეგ ეს მაინტერესებდა გამოძიება საფუძველზე იწყება. თუ მაგალითად არსებობს ინფორმაცია ან გონივრული ეჭვი იმისა, რომ შესაძლებელია კონკრეტული თანხები ჩარიცხულიყო აქ პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად და ამ დასკვნამდე მივა მაგალითად აუდიტის სამსახური, რომელიც ვალდებულებაც არის რომ ასეთი გრანტების ჩვენს ქვეყანაში შემოდინების კანონიერებაზე იყოს პასუხისმგებელი, თუ აღნიშნულ დასკვნამდე მივა მიმართავს საგამოძიებო სამსახურებს, ისინიც უკვე ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იკისრება თუ არა გამომგზავნსაც და ვინც თქვენ კითხვით მანამდე, მაგრამ ვთქვა დაიწყო გამოძიება, დადგინდა რომ ეს თანხა რაღაცისთვის იყო გასაზრული. გრანტების კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება გრანტის მიმღებს.
და არა გრანტის მიღწევს. ანუ პირი, რომელიც მიიღებს გრანტს და რომელიც გამოიყენებს ამ გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება პასუხისმგებლობა. ოღონდ რატომ ხდება ეს ყველაფერი, ხო? მოგეხსენებათ, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ქართული ოცნების გუნდის, ჩვენი გუნდის ინიციატივით გრანტების შესახებ კანონში უკვე შეიტანა ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ისევ და ისევ იმავეს, რომ გრანტი თუ შემოდის საქართველოში, მთავრობისგან უნდა იყოს თანხმობა აღებული. და რა პრობლემაა, თუ პირს აქვს კეთილშობილური მიზნები, საქართველოს მთავრობა კეთროვანი ხომ არ არის ბოდიში ამ გამოთქვისთვის საზოგადოებასთან, რომ მასთან დალაპარაკება, გასაუბრება არ შეიძლება, თუ უბრალოდ ზემოდან უყურებენ საქართველოს მთავრობას და შესაბამისად ჩვენს ქვეყანას, რომ არ შეიძლება მასთან მივიდე და როგორ იკადრებს თურმე გრანტის მიცემი, რომ საქართველოს მთავრობას მიმართოს თანხმობის მაგრამ შესაძლოა კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციებისთვის მაგალითად არ დაამტკიცოს ხელისუფლებამ გრანტი. აქ არაფერ შუაში არ არის. რაღაც კეთილშობილი მიზნებისთვის განსაზღვრული თუნდაც. თუ გრანტს მისაღებ გრანტს, ანუ გასაცემ გრანტს არ აქვს სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევის კუთხით რაიმე რისკი, საქართველოს მთავრობა აღნიშნულ გრანტს აღნიშნულ თანხმობას გასცემს და თანხმობა გაუწევს კიდეც ახლა მიმდინარე პერიოდშიც. მაგრამ ზუსტად რუსთავიორის ეთერში, როდესაც დებატები მიმდინარეობდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქალბატონმა რინო ჩხუბაძემ პირდაპირ თქვა, რომ როდესაც გამჭვირვალობის კანონი საქართველოში ამოქმედდა 2022 წელს. ხო, ის დარეგისტრირდა, მან თქვა, რომ დიახ, დარეგისტრირდა, მაგრამ რა მოხდა? როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ეკითხებოდა, რომ კი, მაგრამ გააქვთ თუ არა შესაძლებლობა, რომ გრანტი მიიღოთ, მისი პასუხი იყო, რომ არა, იმიტომ რომ გრანტის მიღება არის რთული. გრანტების კანონი ამოქმედდა 2025 წელს. აი ზუსტად აქ მივდივარ. გართულდა ბიუროკრატია, ხო? როდის ამოქმედდა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები? ამოქმედდა 2025 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ანუ ზაფხულში. მაგრამ გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების შემდეგ, ანუ 2024 წლიდან თურმე ქალბატონ ნინო ჩხუბაძეს არ აქვს შესაძლებლობა გრანტი აიღოს. რატომ არ აქვს შესაძლებლობა? იმიტომ რომ გრანტის გამცემი შანტაჟის მექანიზმის სახით იყენებს, რომ მე შენ გრანტს არ მოგცემ, იმიტომ რომ გამჭვირვალობის რეესტრში ხარ რეგისტრირებული და არ გაძლევ და თუ არ გაძლევ, შესაბამისად ეხლა ადეკი და შესაბამისი პროტესტი დააფიქსირებ. ანუ გრანტის გაცემა მავანის ხელში არის ჩვეულებრივი შანტაჟის მექანიზმი, რომელსაც სამწუხაროდ იყენებენ ისევ და ისევ საქართველოს თავდასასწრად. ჩაგეკითხოთ და სხვა თემაზე გადავიდე. თქვათ ვერ მივიღე გრანტი, ვინც ვერ მიიღებს გრანტს, რა მექანიზმი არსებობს ამის გასაჩივრების? არსებობს სასამართლოში, შემიძლია თქვა თავრობამ არ გასცა გრანტი, გაასაჩივროს სასამართლოში. საქართველოს თავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ნებისმიერი გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შორის ადმინისტრაციულ ორგანოსაც წარმოადგენს, ეს არის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც სასამართლოში საჩივრდება და შესაბამისად გაასაჩივრონ პირებმა და ნახოთ სასამართლო რა სიმჯერებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომელსაც არავინ არ ეხება საერთოდ. ბატონო, აქვე მინდა გკითხოთ დღეს გაჟღერებულ დიაზე ასევე კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას ვინც არ ცნობს და არ აღიარებს მათი პასუხისგებაში მიცემის ხარს უჭერს ქართული ოცნება, ჯერ ესე მგონი საკანონმდებლო ინიციატივა არის თუ არ არის, არ ვიცი, ნუ თქვენ დამიზუსტეთ, მაგრამ ამაზეც ოპოზიციის ნაწილი აქტივისტები რა თქმა უნდა ამბობენ, რომ ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული ასე ვთქვათ ინიციატივა, იმიტომ რომ ცნობილია რომ ისინი არ აღიარებენ, აი პარლამენტის წევრი გიორგი შარაშიძეც კი ამბობს რომ მაინც არალეგიტიმურია ეს პარლამენტიო, სადაც შევიდა ეს კი უცნაურად ჟღერს, მაგრამ ანუ ბევრი პარტია და აქტივისტი ამბობს რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. როდესაც ისინი ამის შესახებ განცხადებებს გააკეთებენ, ისინი დაისჯებიან სისხლის სამართლით, ან ადმინისტრაციული წესით. გულისხმობს ინიციატივა. ნაცგახარიელების შემთხვევაში ტრაგიკულ მოვლენასთან გვაქვს ნამდვილად საქმე. გიორგი შარაშიძემ ერთხელ თქვა გაბედა რომ დავждები დებატებშიო და შემდეგ ალბათ მწარე პასუხი მიიღო საკუთარი ბელადისგან, ვირთხასავით გაქცეული გახარიასგან და შემდეგ უარყვეს მისმა წევრებმა რომ არა ჩვენ დებატებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. 2 დღის განმავლობაში უკვე მოგახსენეთ როგორ არეულები არიან და ასწლინები არიან ყველაფერს დროსა და სივრცეში დაკარგულები. ზუსტად იგივე შემთხვევა გვაქვს ამ მოცემულობაში, რომ აქ არაფერი საუბარი არ არის ვინმესთვის რაიმის აკრძალვას. რას ეხება საკითხი? გერმანიაში 2025 წელს კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობა აიკრძალა, ხოლო ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიეცა. და რატომ?
იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია ამბობდა და მისი ხელმძღვანელი ამბობდა რომ ის არის მეფე, არ არსებობს გერმანიაში ხელისუფლება, არ უნდა გადავიხადოთ გადასახადები, შესაბამისად არ უნდა დავემორჩილოთ კანონს, იმიტომ რომ კანონი არ არსებობს. მოქმედი ხელისუფლება არის ოკუპანტის მხარდამჭერი და გერმანია არის ოკუპირებული და ამ ყველაფერს აკეთებდნენ საჯაროდ და სხვასაც მოუწოდებდნენ რომ ჩართული ყოფილიყვნენ აღნიშნულ საქმიანობაში და ამისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ რომ გერმანიაში რომელიც არავინ არ დაობს რომ დემოკრატიული ქვეყანაა და შეუძლებელია რომ ვიდაოთ, ხო? ამ ქვეყანაში ეს კონკრეტული ორგანიზაცია აიგრძალა, ხოლო ხელმძღვანელი პირი პასუხისმგებაში მიეცა. რამე ხომ არ გვეცნობა. რომელ ქართული ორგანიზაცია? მოდი ახლა გადავიდეთ იგივე რა ხდება საქართველოში. მოდი ახლა გადავიდეთ რა ხდება საქართველოში. ჩვენ გვყავს საქართველოში კონკრეტული პირი, საქართველოს მოქალაქე, რომლისთვისაც ჩემი აზრით საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს როგორც სამშობლო უბრალოდ არ არსებობს და საქართველოს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვა, ჩანაწერი პასპორტზე, რომელსაც იყენებს ხოლმე შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ვოიაჟით რომ დაკავდეს და ისევ ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს და საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლოს. ეს ქალბატონი აცხადებს, რომ მან პრეზიდენტის ლეგიტიმაცია გამოიტანა შენობიდან. და ეხლა ის არის პრეზიდენტი. გვესმის ასევე რომ კამპანიური ხასიათი, საჯაროდ მოწოდებები, რომ ხელისუფლება არის რუსული, ოკუპანტების ინტერესების გამტარებელი, საოკუპაციო რეჟიმი ყავს ჩვენს ქვეყანაში. ხო, ანუ ეს ყველა იმ ადამიანს ეხება, ვინც დღეს პროტესტშია, ოპოზიციურ პარტიებს და ასე შემდეგ. ეს მათი პოზიციაა. დავასრულებ. ამავდროულად ეს ადამიანები საჯაროდ მოუწოდებენ ყველას რომ კანონს არ დაემორჩილონ, რომ არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს პროკურატურა, არ არსებობს უსაფრთხოების სამსახური, არ არსებობს საქართველოს პარლამენტი, არ არსებობს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად არ არსებობს სახელმწიფო და საჯაროდ მოუწოდებენ პირებს, რომ ამ კამპანიურ თან ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, რომ კამპანიური ნიშნები აქვს ამ ყველაფერს და თუ ეს ქმედებები იწვევს პასუხისმგებლობას გერმანიაში, საქართველოში რომ გამოიწვევს იგივე პასუხისმგებლობა, რატომ იქნება არადემოკრატიული? იქ რაღაც პარალელურ სახელმწიფოს ქმნიდა ის ორგანიზაცია. ჩვენთანაც ზუსტად რა ადამიანებზე, ვინც პროტესტს გამოხატავენ. თუ პირი რაღაც პერფორმანსის სახით და რაღაც თავისი ესეთი მიდგომების სახით კონკრეტულად ასეთი ვორდინგით, ასეთი სიტყვებით არის წარმოდგენილი უკაცრავად სლენგისთვის, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაზე საუბარიც კი არ არის. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ და ისევ გარედან დაფინანსებით ხდება ცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეეჩვიოს, რომ არ არსებობს ხელისუფლება, არ არსებობს სახელმწიფო ორგანოები, არ არსებობს კონსტიტუციური ორგანოები, არ არსებობს კანონი, უბრალოდ სახელმწიფო არ არსებობს და ეს ყველაფერი თუ არ არსებობს, მაშინ ადამიანებს აქვთ და ეუბნებიან, მოუწოდებენ საჯაროდ არაერთი ეთერის მეშვეობით. ეს იქნება მათი პოლიტიკური ტაქტიკაა. იგივე გააკეთეთ თქვენს და საბოლოო ჯამში სადამდე მივდივართ ამ სიძულვილით, ამ რადიკალიზმით, ექსტრემიზმით, საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რაც მოხდა მაგალითად სლოვაკეთში, რომ ამ ექსტრემისტული იდეოლოგიის საჯაროდ გავრცელებით და ტვინის გამორეცხვის მცდელობით ადამიანი მივიდა იქამდე, რომ საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ესროლა და კიდევ კარგი გადარჩა და ღმერთმა კარგად ამყოფოს ეს ადამიანი. ჩვენ შემთხვევაში რა მოხდა? მივედით 4 ოქტომბრამდე. 4 ოქტომბრამდე, სადაც არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა ვიხილეთ, კიდევ კარგი რომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველა სამართალდამცავს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დაცვის სამსახურს, რომ არა ეს ადამიანები ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებდით ხელისუფლების დამხობის კიდევ ერთ შედეგს, რომელიც წარსულში გვინახავს და გვექნებოდა მოცემულობა, რომ დავბრუნდებოდით 1990-იან წლებში. მაგრამ ბატონო არჩილ, კითხვა მაინც რჩება, სად გადის ზღვარი აი ამ გამოხატვის თავისუფლებასა და რაღაც ანტიკონსტიტუციურ განცხადებასა და მერე კანონის მიხედვით კანონის გამკაცრებაზე და ყველაზე მოკლედ რომ გიპასუხოთ ამ საკითხზე, ზუსტად გადის იქ, სადაც გადის გერმანიაში. თუ გერმანიაში ასეთი ზღვარი არსებობს, გარანტიას ვამბობთ, რომ დავიძლევით, რომ ზუსტად იგივე ზღვარი იქნება ჩვენს ქვეყანაშიც გატარებული. და თუ გერმანიაში გამოხატვის თავისუფლება არის ცალკე და ამავდროულად ის ქმედებები, რაზეც უკვე დიდხანს ვისაუბრეთ, ანტიკონსტიტუციურს რასაც უწოდებთ, რა თქმა უნდა, იწვევს პასუხისმგებლობას და აქ გამოხატვის თავისუფლებაზე საერთოდ საუბარიც კი არ არის გერმანიაში, ზუსტად იგივენაირად, იმავენაირად უკაცრავად, ჩვენს ქვეყანაშიც არ შეიძლება საუბარიც კი იყოს. კიდევ ერთხელ, არ შეიძლება
პარტიას თუ ჯგუფს თუ ორგანიზაციას შეეხო. და აქ ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს ბევრი ადამიანი, როგორც ქუჩაში პროტესტის დროს, პარტია, პრესკონფერენციაზე, შესაძლოა პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციაც კი არალეგიტიმურს გიწოდებთ, აი მაგითო ვთქვი, რამდენიმე წუთის წინ და შარაშიძე და ანუ ისინი პასუხისგებაში მიეცემიან, მაგითო ეს ზღვარი სადგავა საქართველოს შემთხვევაში გერმანია. შარაშიძეს და ნაცგახარიელებს რაც შეეხება კიდევ ერთხელ ისინი დროსა და სივრცეში არიან დაკარგულები, ჯერ ამბობენ რომ არალეგიტიმური არისო საქართველოს პარლამენტია, შემდეგ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შედიან და ამბობენ რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ მიღებული 8% არის თურმე ლეგიტიმური და დანარჩენ საკითხებს მაგრამ ეს მომიხდით მაგალითად მოვიყვანე, ანუ ისინი საკეთებენ ასეთ განცხადებებს. მიერ ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ დაიჯერება მას შემდეგ, როდესაც მისი გუნდის წევრი ამბობს, რომ 1,000,000 კვადრატულ მეტრს ოკუპაცია და დაკარგვა, რომელიც გახარიას ქმედებას მოყვა, ეს თურმე არის მათი სავიზიტო ბარათი. როგორ შეიძლება ზოგადად გახარიელს მოусმინოს ადამიანმა და რამე დაიჯეროს მისგან. იგი ვერ სხვა ნაცების შემთხვევაში. მოდი რაც შეეხება კონკრეტულ მრავალფეროვნებას ასეთი განცხადებების ავტორს საქართველოში აქ არის პრინციპი, ჩვენ თუ პრინციპზე ვთანხმდებით, რომ ერთი არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მეორე არის უკვე ის განცხადებები, ის ქმედებები პრაქტიკაში გამოხატული უკვე ქმედებაში გამოხატული მოქმედებები და შესაბამისი იდეები, ინიციატივები და მათ შორის ეს ქვეყანაში რადიკალიზაციის მცდელობები თუ გერმანიაში არის პასუხისმგებლობის გამოწვევი, საქართველოშიც იყოს პასუხისმგებლობის გამოწვევი. ამ პრინციპს უკვე დაეთანხმა საქართველოს პარლამენტი, ხოლო რაც შეეხება კონკრეტული მუხლის, კონკრეტული ნორმის ფორმულირებას, ეს უკვე ორი კვირის განმავლობაში მეორე მოსმენის პარგლებში შესაბამისად კომიტეტსაც იქნება განხილული, პლენარულ სტომაზეც იქნება განხილული და კონკრეტულად ნორმის დისპოზიციას, როდესაც ვნახავთ, მის შინაარსს, როდესაც ვნახავთ, კიდევ ერთხელ ყველანი დავწუნდებით, მთელი საზოგადოებას დარწმუნდება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ყველაფერზე თეთრ შავს ამტკიცებენ, რომ რაც არის გამოხატვის თავისუფლება გერმანიაში, იგივე იქნება საქართველოშიც უზრუნველყოფილი, რაც აკრძალული არის გერმანიაშიც, იგივე აიგზავნება ჩვენს ქვეყანაშიც. და რაც შეეხება სასჯელის პროპორციულობას, რამდენად პროპორციულია, როდესაც საუბარია 6-დან 12 წლამდე პატიმრობაზე და ასეა თუ არა მსგავს დემოკრატიულ ქვეყნებში უბრუნდები მიგრანტების კანონს 6-დან 12 წლამდეა თითქოს. არა, ასე ამოვიკითხე რომ 6-დან 12 წლამდე. ხო, მაშინ რა სასჯელია, იმიტომ რომ სასჯელის პროპორციულობაზეც არის დავა მუდმივად. კი ბატონო. მაგალითად ხო, წავიკითხოთ პასუხის შესაბამის დარღვევა გამოიწვევს ჯარიმა საზოგადოების სასარგებლო შრომას მარტივ 3,000. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ. კი ბატონო. როგორც მაგალითად გუშინ გახარიელები იმაზე მსჯელობდნენ, რომ კონკრეტული ორგანიზაციის და თანამშრომელს პარტიის წევრობა არ შეეძლოს 8 წლის განმავლობაში და ეს 8 წელი რამდენია 2 წელი ხო არ იყოსო და პრინციპს ეთანხმებოდნენ, ასე გამოუვიდეთ ყოველ შემთხვევაში. მე მიხვდნენ რაც თქვეს და რაც გააკეთეს და შემდეგ უი შეგვეშალაო. კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რამხელა კომპეტენცია დუხს გახარიას ბანდაში და ჯგუფებაში. ამ შემთხვევაშიც მოცემული გვაქვს ასეთი რომ სისხლის სამართლის კოდექსის 194 მოხდა ფულის გათეთრებას. ფულის გათეთრებას ემატება რომ ფულის გათეთრება, ანუ უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების კანონიერად გზის მიქცევის მცდელობა საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით. პოლიტიკური აქტივობის განხორციელების მიზნით. ეს არის 12 წლამდე. ანუ ფულის გათეთრება აქამდეც იჯება და დაიჯება მომავალშიც. მესამე ნაწილი 194 მოხლის ახლაც ითვალისწინებს 12 წლამდე პასუხისმგებლობას და ფულის გათეთრება თუ იქნება პოლიტიკური მიზნით, როგორც განსაკუთრებით იდეოდენობის შემთხვევაში ახლაც მოქმედი რედაქციით არის, ესეც გამოიწვევს 12 წლამდე პასუხისმგებლობას. ხოლო რაც შეეხება გრანტების კანონის დარღვევა, ამ შემთხვევაში სანქცია სასჯელის სახით არის შემოთავაზებული ჯარიმა, საზოგადოების სასარგებლო შრომა ან თავისუფლების ისიც არის ხო ჯარიმა? დიახ, ჯარიმა, საზოგადოების სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით. ხოლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადაც გათვალისწინებული იქნება, რა თქმა უნდა, კონკრეტული ბრალდებულის, რომლის ქმედებაშიც დანაშაულის ნიშნები არის, მისი მდგომარეობა, მისი სუბიექტური დამოკიდებულება დანაშაულის ჩადენისათვის და სხვა ბევრი სხვა საკითხი.
სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გამოყენებული და ეს იყოს პროპორციული ჯარიმა ან სასჯელია, საზოგადოების სასარგებლო შრომა ან ექსკლავანტე თავისუფლების აკვეთა. თუ მაგალითად ჩვენ ვამბობთ რომ აღნიშნული ქმედებები დიახ უნდა იწოდოს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მოდით ვიმჯეროთ მაშინ რამდენად პროპორციულად. ჩვენი შემოთავაზებით და ჩვენი მოსაზრებით დიახაც პროპორციულია, როდესაც გარედან ვინმე ცდილობს რომ შავი ფული შემოიტანოს, ეს ამ ყველაფრის გვერდის ასავლელად სადოს იპოვოს გზები და შემდეგ ეს თანხები გამოყენებული იყოს იმისათვის რომ მოლოტოვის კოქტეილი ესროლონ პოლიციელს ან მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების მცდელობა ვიხილოთ, რომ კიდევ უფრო მეტი პოლიციელი დაიწვას ამ კოქტეილის სროლით, კიდევ უფრო მეტი შენობა დაინგრეს, მეტი შენობა დაიწვას, დაზიანდეს, კერძო საკუთრება იქნება თუ სახელმწიფო საკუთრება, აქ რა თქმა უნდა პროპორციულობაზე უბრალოდ კითხვის ნიშანიც კი არ არსებობს. როდესაც საუბარი გვაქვს რომ ჩვენ ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და ამ სუვერენიტეტის დასაცავად უნდა არსებობდეს ეფექტური სასჯელის სახით სანქცია, სასჯელი, რათა ამ ყველაფერს ჰქონდეს შესაბამისი პრევენციული მექანიზმის, პირველ რიგში პრევენციული მექანიზმი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრევენციული მიზნის მისაღწევად შემოთავაზებული სასჯელები სავსებით რელევანტურია. და ბოლოს მინდა რომ აი შევაჯამო და ამის მიხედვით დაგისვათ კითხვა რომ ანუ ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა ხო სხვადასხვა კანონში თქვენს მიერ იქ მანიფესტაციების შესახებ ასე შემდეგ ძირითადად გამკაცრდა და უფრო მეტი კონტროლი დაწესდა ასე ვთქვათ როგორც ფულის შემოსვლაზე პოლიტიკურ საქმიანობაში ისე რაღაც პროტესტის ფორმებზე და ასე შემდეგ და ამის პარალელურად მუდმივად გვესმის მართველი ძალის ლიდერების მხრიდან რომ ოპოზიციური ველი უნდა მოსუფთავდეს გაჩნდეს ახალი პარტიები ხო იმიტომ რომ აგრძალვითაც მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსუფთავდეს თუ არასდროს გითხოვს არა გასუფთავდეს ოპოზიციური ველი ასეთი ტიპის პარტიებისგან ამას გულისხმობ ხო ვისაგრ და პირიქით ამბობდით რომ ახალი პარტიები უნდა წამოიწიოს გაჩნდეს როგორ უნდა მოხდეს აი ასეთი კანონმდებლობის ფონზე თუ კი რაღაც ფულის მიღებაც გაჭირდა პოლიტიკური განცხადების გამოც ხო მიხდით ხა უტრირებული ყვები როგორც თქვენი ოპონენტები იტყვიან მაგრამ თუ კი ყველაფერი გამკაცრდა და კონტროლი უფრო ბიზნეს შეზღუდვები ანუ მოკლედ რაღაცნაირად ყველაფერი რაღაც ჩარჩოში ექცევა ეს მისცემს საშუალებას ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენის ქვეყანაში თუ პირიქით უფრო შეზღუდავს ასე ვთქვათ მოდი დავიწყოთ როგორი გაქვთ მოლოდინი დიახ რა ვთქვათ პროფესიული შევა მაქვს რომ ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა თუ ჩვენ ავიღებთ მოცემულობას აბსოლუტურ ტყუილს და შემდეგ ამ აბსოლუტურ ტყუილზე რაიმე ლოგიკის გაგრძელების მცდელობა გვექნება ან დაფუძნების მცდელობა გვექნება აბსოლუტურად შევალთ ჩიხში. პირველი სად არის ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ავრცელებენ. იურიდიულ პირს კიდევ ერთხელ საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ახლაც ეკრძალება დაახლოებით 30 წელი. მაშინ რაზეა საუბარი საერთოდ? რა ახალი დამატების და რა ახალ აკრძალვაზეა საუბარი. რაც აკრძალული ქონდა, იგივენაირად ვამბობთ, რომ თუ ვერ აფინანსებ და არ აფინანსებ და არ უნდა დააფინანსო, ის საქმიანობა, ის ქმედება შენ თვითონ არ გააკეთო. მარტივი ამბავია. თუ ვამბობთ, რომ წარმოვიდგინოთ ისევ და ისევ უტრირება შევეცდები რომ უტრირებული მაგალითი მოვიყვანო, თითქოს ისე გამოდის, რომ ადამიანის მკვლელობა აკრძალულია, მაგრამ კონკრეტულ პირს შეუძლია დასაშვებია. თვითონ თუ ჩაიდინა მკვლელობა, მისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ სხვას თუ დაუკვეთა მკვლელობა, მაშინ პრობლემაა. ზუსტად იგივე მოცემულობა აქვს ამ შემთხვევაში. ფულის გადახდა პოლიტიკური საქმიანობისთვის აკრძალულია, მაგრამ პოლიტიკური საქმიანობა პირს შეუძლია. აქაც ლოგიკაა, რომ რა თქმა უნდა, ერთის და მეორეც უნდა იწვევდეს პასუხისმგებლობას. პოლიტიკურ აქტივობას რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობაში ფულის ჩადება არ შეიძლება, დაუშვებელია უცხოური ფულის ჩადება, იურიდიული პირის ფულის ჩადება საქართველოში ნაშოვნი თანხებით, მიღებული შემოწირულობით, როგორც სხვა პარტიას, როგორც ყველა პარტიას, ისევე იმ პირებს, რომლებიც არიან პოლიტიკურ პარტიული საქმიანობით დაკავებულები, მათაც იგივენაირად იგივე რეგულაციებში მოუწევთ, რომ იყვნენ ოქცეულები. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში, ამავდროულად არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ არსებობენ სხვა ადამიანებიც და მხოლოდ ეს პირები არ არიან ადამიანები, როგორც არ უნდა გვეუბნებოდნენ გარედან, თითქოს
აი კიდევ ერთი მაგალითი დეჰუმანიზაციის მცდელობისა, რომ თითქოს კონკრეტული პირები, რომლებიც ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, ან მართული ბიუროკრატიის იმ დიდი ძალებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი ძალაუფლება მთელს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში განავრცონ, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში Deep State-ს უწოდებენ, ზუსტად ამ ძალის მართული ბიუროკრატები ამბობენ, რომ ადამიანები საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც მაგალითად რუსთაველზე დგანან ხოლმე უკვე რამდენი დღეა და სხვა ადამიანები არ არსებობენ. მილიონზე მეტი თბილისის მოქალაქე თქოს მოქალაქე არ არის, მათ უფლებები არ აქვს. ასეთ მიდგომებზე ევროპამ 1945 წლის შემდეგ თქვა უარი. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სახეშეცვლილი, ზუსტად იგივე დამოკიდებულება დეჰუმანიზაციისა კვლავ არის შემოტანილი თანამედროვე მსოფლიოში და ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ როგორც 1950-დან 55 წლამდე ევროპაში დეჰუმანიზაცია იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ზუსტად იგივე არის ამ შემთხვევაში 2026 წელსაც. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ერთი მხრივ უზრუნველყოფს, რომ ადამიანის უფლებები სრულად იყოს გარანტირებული, ამავდროულად არსებობდეს სახელმწიფო წესრიგი, დაცული იყოს დემოკრატია და ყველა დემოკრატიას აქვს თავდაცვის უფლება, ეს არის გათვალისწინებული როგორც ჩვენი კონსტიტუციით, ისე ნებისმიერ დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობითაც და ამავდროულად ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ სახელმწიფო, შემდგარი სახელმწიფო, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ვინმე არ გაბედოს, რომ ზემოდან ყურებით ან მითითებების მოცემით, შანტაჟით, შავი ფულის ტრიალით ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმი დააფინანსოს, რადიკალური მოძრაობები და რადიკალური პირები დააფინანსოს, პასუხისმგებლობა არაფერზე არ აიღოს და ერთხელ და სამუდამოდ ის ეგრეთ წოდებული პარტიები, რომლებიც არიან ერთი დიდი კრებსითი დაჯგუფების, საქართველოს წინააღმდეგ ბებრძოლი დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც სისტემურად და სისტემატიურად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას, მას შემდეგ რა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ასეთი დაჯგუფებები, ეგრეთ წოდებული პარტიები აიგრძალებიან, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ რეალურად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ინტერესებით მამოძრავებელ ძალას. მხოლოდ და მხოლოდ მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პოზიციები საზოგადოებას გააცნონ, შესაბამისად იმოქმედონ ისე როგორც კონსტიტუციით გათვალისწინებულია, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენა მოახდინონ, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ მათი პოზიციები არის უკეთესი ვიდრე ჩვენი პროგრამები, მაგალითად, ჩვენი რეფორმები. და შესაბამისად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენც ის გვინდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს ჯანსაღი კონკურენცია, უმნიშვნელოვანესი რომ არსებობდეს დებატები, ისმოდეს განსხვავებული აზრი, ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანის საშუალება და არ იყოს ესეთი მოცემულობა, რომ ერთ მხარეს იდგნენ უცხო ძალების ინტერესების გამტარებლები, ყველაფერზე ხელმომწერი აგენტურის წარმომადგენლები, ხოლო მეორე მხარეს იყოს მხოლოდ ქართული ოცნება. ჩვენც გვინდა, რომ არსებობდეს შესაბამისი პარტიები, რომელთაც გვექნება ჯანსაღი კონკურენცია და მსჯელობა იმაზე, თუ რა არის უკეთესი ჩვენი მომავლისათვის და არ ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ, რომელიც იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის უბრალოდ გადარჩენისთვის და რომ არა ქართული ოცნება 2022 წელს რომ ჩვენ გარედან მითითებებს რომ დავმორჩილებოდით, ჩვენ უბრალოდ ეხლა აქ ვარ ვისხდებოდით და ვერც იმაზე ვერ ვიმსჯელებდით, თუ რა არის უკეთესი კანონმდებლობა, ჩვენ გვექნებოდა ისეთივე ჩამოქცეული ეკონომიკა და ისეთივე მძიმე სოციალური გარემო და ის უბედურება იტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში, რაც სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ უკრაინაში ახლა ტრიალებს. მადლობა დიდი რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე იყო ღამის კურიერის ბოლოს სტუმარი დღეს. მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით, 2 შაბათს კი თქვენ წინ გელით დებატები რეზი ჭიჭინაძესთან ერთად. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.